გადავახეთ საქართველოს სამხრეთის სასოფლო პუნქტი და ახლა გავემართებით ისტორიული ლორეს დასაფლავებლად. დღეს ვიმოგზაურებთ იმ ადგილებში, სადაც ქრისტიანული ისტორია და ლეგენდები ერთმანეთს ერწყმის. ეს არის ჩრდილოეთ სომხეთი, სულიერი საგანძურებით სავსე მხარე. გავიარეთ ქალაქი ალავერდი, რომელსაც მოგვიანებით ისევ მივბრუნდებით, ახლა კი ვართ ახტალაში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ლორე ტაშირში, ქალაქი ლორეს სიახლოვეს, მდინარე დებედას ხეობაში. პირველი ძეგლი, რომელსაც ისტორიულ ლორეში სტუმრობთ, არის ახტალის სიონი. ეს გახლავთ ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხატწერის არაჩვეულებრივი ნიმუში, რომელიც აშენდა მე-10 საუკუნეში. ახტალის ძველი სახელი იყო პანძაჰანგ, რაც სპილენძის მადანს ნიშნავს სომხურად. ახტალის მონასტრის აშენება დაკავშირებულია ივანე პირველ მხარგრძელთან. გვიან შუა საუკუნეებში ახტალა მელიქიშვილების მამული და საძვალეც იყო. ცნობილია, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს მეფე ერეკლე მეორე აქ სპილენძს მოიპოვებდა. ახტალის სამონასტრო კომპლექსში ახლა 3 ეკლესია ჩანს. 2 არის შედარებით მცირე ზომის, დარბაზული ტიპის, წმინდა გიორგისა და წმინდა სამების სახელობის. მესამე კი ჯვარ-გუმბათოვანი დიდი ტაძარია, ღვთისმშობლის შობის სახელზე არის აგებული. გავემართეთ მომდევნო ღირსშესანიშნაობასთან, რომელიც არის ახპატის მონასტერი. მონასტერი მე-13 საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გახლავთ სოფელ ახპატში. შემოზღუდულია გალავნით, ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია ნიშანის მთავარი ეკლესია, რომელიც გარედან შემკულია ქტიტორების სკულპტურული გამოსახულებებით, შიგნით კედლები მოხატული არის, გრიგოლის ეკლესია არის ასევე და პატარა გუმბათიანი ეკლესია, ასწვაწანინი, ასევე სატრაპეზო, წიგნსაცავი და სამრეკლო. გალავნის გარეთ დგას რამდენიმე სამლოცველო და ხაჩკარი. 1996 წლიდან ახპატი სანაჰინთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მომდევნო გაჩერება სანაჰინი არის, რომელიც გახლავთ სოფელი სომხეთის ჩრდილოეთში, ლორეს პროვინციაში. ამჟამად ქალაქ ალავერდის ნაწილია, რომელთანაც ბაგით გზით არის დაკავშირებული. სოფელი განთქმულია აქ მდებარე სამონასტრო კომპლექსით, რომელიც მე-10 საუკუნეში დაარსდა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. სახელი სანაიანი სიტყვასიტყვით ნიშნავს ეს უფრო ძველია ვინემ ის და სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ ის მეზობლად მდებარე ახპატის მონასტერზე უფრო ძველია. ეს ორი სოფელი და მათი მონასტრები ერთმანეთის მსგავსია და განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ მდინარე დებედის ხეობის კალთების სხვადასხვა მხარეს. კომპლექსი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განკარგულებაშია. ესეც ქობაირის მონასტერი, რომელიც არის უძველესი ქართული მონასტერი და კულტურის ულამაზესი ძეგლი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. ის მდებარეობს ლორეს რაიონში, ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში მთის წვერზე. თავდაპირველად ქობაირის მონასტერი 1171 წელს დაარსდა ტაშირ ზორაგეტის სომხურ-ქართული სამეფოს მეფის კვირიკე მეორის ასულის მარიამის მიერ. 2 საუკუნის შემდეგ ძლიერი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვანი ნგრევა განიცადა. ეს კომპლექსი ცნობილია დღემდე შემორჩენილი უძველესი ქართულ-ბიზანტიურ სტილში შესრულებული ფრესკებით. ტაძარში თამარ მეფის ამისპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი მთელი ოჯახის საძვალე მდებარეობს.
ღობაერის მონასტრის შემდეგ გადმოვინაცვლეთ სოფელ ოძუნში. აქ მდებარეობს უძველესი მე-6 საუკუნის მონასტერი, რომელსაც ოძუნის მონასტერი ეწოდება. ის ისტორიულ გოგანერეს რაიონში არის. აქ ძალიან გაგვიწვევდა. მონასტრის აშენების შესახებ პირველი წყაროები არ მოგვეპოვება, თუმცა არქიტექტურული სტილისა და ეკლესიის კონსტრუქციის მიხედვით ეკლესია მე-6 საუკუნეს განეკუთვნება. ეკლესიას რამდენჯერმე ჩაუტარეს რესტავრაცია და რეკონსტრუქცია. უკანასკნელი რესტავრაცია მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ 2014 წელს ჩატარდა. დავბრუნდით ქალაქ ალავერდში. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძველი წელთაღრიცხვით მე-3-2 საუკუნეებიდან მანიცქომის, მანესის სახელწოდებით. მე-13 საუკუნის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. მე-17 საუკუნეში დაერქვა ალავერდი. ალავერდში შემორჩენილია თამარ მეფის ხიდი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. სპილენძის მწარმოებელი ქარხნის დახურვასთან ერთად ქალაქშიც ცხოვრება აღარ სუფევს. ძალიან რთულია და მძიმეა ასეთი ქალაქის ხილვა. ლორე, ეს არის გზა ლეგენდებსა და რეალობას შორის. მადლობა, რომ ჩემთან ერთად იმოგზაურეთ.